სალამი მეგობრებო, ილარიონი ვარ. მოკლედ ძალიან აქტიურ მოხმარებაში ვიყავი ბევრი წლის წინ და ერთხელ ჩვენმა სტუმარმა ნათია ფანჯიკიძემ მითხრა ეგეთი რაღაც, რომ მოკლედ ნუ ეძებო ცხოვრებაში, აი ეგეთ რაღაც იდეალურ სამყაროსო, მოკლედ ძალიან აქტიურად ვეძებდი. რაღაცნაირად მინდოდა რომ ყველაფერი ლამაზი ყოფილიყო, ყველაფერი კეთილი ყოფილიყო და აი რაღაც ჩვეულებრივ დღეებს, ალბათ ნარკომანიის დამახასიათებელია, რომ ჩვეულებრივ დღეებს ვერ ვეგუებოდი რა და ყოველი დღე მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაცნაირად მზიანი და ნათელი და დატვირთული ენერგიებით რა და მითხრა რომ არ არის ცხოვრება ეგეთი მშვენიერიო და ეს აღმოჩნდა ძალიან დიდი ფიქრის და რაღაცის ინსპირაცია და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ მაშინ აი ძალიან გამოფხიზდი, იმის მერე მოხმარებაში ბევრი ხანი ვიყავი, მაგრამ რეალურად ეხლა რო ფიქრობ ძალიან დამეხმარა რა და კიდე მადლობა, მოკლედ ბევრი წლები გვაქვს გავლილი და გულწრფელად მადლობა ამისთვის. მოკლედ ნათია ფანჯიკიძეს სტუმრად და რაღაცა რჩევებს მოგცემს განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მინდა რომ მოკლედ ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ დავეხმაროთ ჩვენი ოჯახის წევრებს. გამარჯობა ყველას იკოს მიმდევრებს, იმიტომ რომ მე არა მაქვს TikTok-ი და შენს მსმენელს ვესალმები. YouTube არხით რა მაგარი ხარ, ძალიან კარგი არის. ესე იგი, იკოს დასაწყისში სიტყვის პრინციპში იყო ეს მთავარი პრინციპი, ეხლა მოქცეული, რომ არც ერთი ადამიანი ნარკოტიკს არ მოიხმარს იმისთვის, ან რომელიმე ნივთიერებას, თუნდაც ალკოჰოლს იმისთვის, რომ იყოს ცუდად. ყველა ადამიანი მოიხმარს იმიტომ, რომ იყოს უკეთ. უბრალოდ ეს არის ისეთივე არასწორი თვითმკურნალობის გზა, როგორც აი სხვათა შორის ახლა შეიძლება ბევრმა ნახეთ, გამოვიდა ფილმი დემი მური თამაშობს The Substance ნივთიერება ქვია იმასაც, როგორ ესწრაფვის, რომ იყოს ლამაზი და ვერ ეგუება დროის მსვლელობას და ვერ ეგუება დაბერებას და როგორ სასოწარკვეთილებამდე და ტრაგედიამდე მიდის, პრაქტიკულად საშინელებათა ფილმია შეიძლება ითქვას, მაგრამ აი ეს ტენდენცია რაღაცისკენ სწრაფვა, რომ არასოდეს არაფერი გვტკიოდეს, არასოდეს არაფერი შეგვეცვალოს, მთელი კაცობრიობის სწრაფვა პრინციპში ამაში არაფერია გასაოცარი, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ასეთი უგულებელყოფა იმისა, რომ ცხოვრებაში შეგვიძლია გადავიტანოთ ფხიზლებმა რეალობის ყველა ტკივილი ფხიზლად და რეალობის ყველა სიხარულიც განვიცადოთ ფხიზლად, აი ეს რომ არის საუკეთესო მდგომარეობა, ალბათ მართლაც ნაბიჯი უნდა გადადგას ადამიანმა და ერთხელ და სამუდამოდ თქვას, რომ მოდი მე ვიცხოვრებ, სანამ ცოცხალი ვარ, სანამ ვცხოვრობ და შევიგრძნობ ზუსტად ისე ცხოვრებას, როგორი აღქმაც არის სინამდვილეში მშვენიერი, ზოგჯერ გაუსაზლისი გვეჩვენება, მაგრამ პრინციპში მაინც ერთადერთი გზაა, რომ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი თავი შევიგრძნოთ და ვიცხოვროთ, ანუ დაუპირისპირდეთ ცხოვრებას ისეც, როგორც ის არის. ნათი, რა იქნება რაღაცნაირ რჩევა, რეკომენდაცია, ну, ესეთი რაღაც წესი ვერ იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, რომ აი რა უყო, რაღაცა უყურებ მეუღლე ესეთ მდგომარეობაში, мама ესეთ მდგომარეობაში, მეგობარი ესეთ მდგომარეობაში და ну, რავი, აი რაღაცნაირად მე მეკითხებიან, აი რა გავაკეთო, ну, მე მაქვს ჩემი ეს, მაგრამ შენგან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ხალხისთვის. ახლობლებისგან, რომლებიც ხშირად თანადამოკიდებულებიც არიან თავიანთ ოჯახის წევრებზე, იმიტომ რომ ყოველი მათი დღეც გაჯერებულია ამით, რომ აბა ფხიზელია თუ არა, აბა საწავიდა, სად მოვიდა, ერთგვარად უკვე ამ ადამიანებს ექცევიან ხოლმე როგორც პატარა ბავშვებს. რითიც მათ კიდევ უფრო მეტად ანიჭებენ ინფანტილურ როლს და ჩემი პირველი რჩევა, აი რაც შეიძლება ესე იყოს საერთო რჩევა ყველა ადამიანისთვის, ალბათ არის ის, რომ შევინარჩუნოთ ადამიანის მიმართ პატივისცემა მიუხედავად იმისა, ის როგორ ექცევა თავის ცხოვრებას. და პატივისცემა ნიშნავს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ პატივისცემა აკისრებს ადამიანს იყოს ზრდასრული. შესაბამისად, კი, რა თქმა უნდა, ძალიან გულისმომკვლელია, როდესაც გარედან უყურებს შენ, რომ ვიღაც თავის თავს ინადგურებს, იმიტომ რომ ნარკოდამოკიდებულებაც რა არის, ერთგვარად არის ლატენტური სუიციდი. იმიტომ რომ ადამიანი თითქოს არ აძლევს თავის თავს სიმბოლური დაბადების უფლებას. იმიტომ სიმბოლური დაბადება, ბიოლოგიური დაბადების მერე სწორედ არის ის, რომ საზრისი შევიძინოთ, გავუძლოთ ცხოვრებას და ამ ცხოვრებაში ვიმოძრაოთ მძლავრი ნაბიჯებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც არ უნდა ეპყრობოდეს ადამიანის საკუთარ ჯანმრთელობას, ის იმსახურებს პატივისცემას, ნდობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ უკვე მთავარი არის, რომ თვითონ ადამიანმა გააცნობიეროს, რომ ყველაფერი, ყველა გამოცდილება
შეიძლება იქცეს წარსულად, გადაიშალოს ახალი ფურცელი და მოტივაცია შეიძინოს იმისა, რომ აი თუნდაც წიგნს რო ვკითხულობდე, კინოს ვუყურებდე და სულ ერთი და იგივე ხდებოდეს დილიდან დაღამებამდე, მეორე დილიდან მეორე დაღამებამდე, ეს არ იქნებოდა ღირებული ფილმი, ღირებული წიგნი და მოდი ვცდი ეხლა შევცვალო რაღაც გამოცდილება დავტოვო გამოცდილებად და ვიამაყო იმით, რომ მე ერთით მეტი სხვაზე უფრო ძლიერი გამოცდილება მქონდა, როგორ დავინგერი, როგორ ახსდექი ისევ და შემიძლია უკვე ამითიც ვიტრაბახო, რომ მე დავძლიე რაღაც ძალიან ძლიერი დაავადება და ბოდიში რო შეგაწყვეტინე, ანუ მეც ხალხს მინდა რომ გაუზიარო, რომ ანუ მაგას ვიყენებ, რა თორე ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრი სინანული მაქვს, რაღაცებიც მაწუხებს, მაგრამ რო დავფიქრდი, რა შეიძლება და ყოფილიყო გამოსავალი და ზუსტად ეგ ვაქციე, ჩემ თავარ მოტივაციას, რომ აი უკეთესი, აი მოდი, თუნდაც ეს ხვებს რო უყვები, აი უცხო ადამიანსაც რო უყვები რაღაც ჩემ გამოცდილებას, აი გულწრფელი ვიყო, აი რაღაცნაირად ძლიერდები და რაღაც წელიწადში გამართული დავდივარ რა და მინდა რომ ეს მოტივაციისთვის მოგცეთ რომ რაც არ უნდა რაღაც ქვემოთ იყო პირიქით შეიძლება ეს აღმოჩნდეს შენი სუპერზალა რა თავისთავად იყო იმიტომ რომ შენ მოიგე ომი ყოველი მოგებული ომი ჩვენში ზრდის თვითშეფასებას და ზრდის სასიცოცხლო ძალებს რაც მთავარია ზრდის ცნობის მოყარეობას სიცოცხლე უკავშირდება ცნობის მოყარეობას და ცნობის მოყარეობა არის ის რომ რაც შეიძლება მეტი კითხვა დაუსვა ცხოვრებას რაც შეიძლება მეტი პასუხი ვიპოვო რაც შეიძლება მეტი ინტერესი გავიჩინო და ამისთვის ჩვენ გვჭირდება რომ ჩვენი ფიზიკური ძალაც მოგვდევდეს და რაც მთავარია ფსიქიკური ენერგიაც და კარგი იქნება რა თქმა უნდა თუ კი დაავადებას არ მივცემთ უფლებას გადაყლაპოს. იმიტომ რომ აი სხვათა შორის არქეტიპები არის აი ძველი მითები, ძველი ზღაპრების ენა, რომელიც გვიყვება რას ნიშნავს სიმბოლური დაბადება და ერთ-ერთი ძალიან ძლიერი არქეტიპი არის ხელახლა დაბადების, როდესაც გმირი მოქცეულია გველეშაპის ან ვეშაპის მუცელში, რომელსაც გადაყლაპული ჰყავს და იქიდან უნდა გამოჭრას და თავიდან გადარჩეს და დაიბადოს და აი რომ წარმოვიდგინოთ ეს დაავადება როგორც გველეშაპი, აი ამ გველეშაპისგან თავის დაღწევა ეს რა თქმა უნდა არის უდიდესი მძლავრი ნაბიჯი ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, პირადად ჩემში ძალიან ბევრი მოტივაცია გაქვს მოცემული, ბევრი რაღაც დახმარების ხელი გამოსწილი და ამისთვის გულწრფელი მადლობა და რასაც აკეთებ, როგორც ადამიანი, მეგობარი, მოქალაქე, მადლობა ამისთვის. თქვენ კიდე ადამიანებო, მადლობა იმისთვის, რომ ჩართულობას გრძნობ და ბუნებრივი ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია, რომ ეს საქმიანობა გავაგრძელო და ვაქციო ჩემს მთავარ საქმიანობად და რა მინდა გისურვოთ უკეთესი ფიქრები, ძალა და სიფხიზლისკენ და რაღაც შუქისკენ სიარული წარმატებები ყველას დიდი მადლობა.